მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული თბილისის პირველი თბოსადგურის ტერიტორია მალე სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. ეზო, სადაც ქართული არქიტექტურის ორნამენტებით მოპირკეთებული შენობები დანგრევას თბილისის ყველა მმართველის პირობებში გადაურჩა, ახლა სამიზნეში ამოიღეს. ეტსი გაიყიდა. მისი ახალი მფლობელის ძებნამ კი ჩვენ ქართული ოცნების მოქმედ დეპუტატამდე მიგვიყარა. რომ გაიყიდა თუ გაიგეთ? მაგი ვიცით როგორ არის. დეპუტატი ბარვენაშვილი მოსული იყო უკვე? ისი არ ხوارით ვიცი და არ სახე. ტერიტორია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წლების განმავლობაში ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნოდა. სტამბას, რუმსის და ფაბრიკის მფლობელს, ვინც შენობებს ყიდულობს და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის, თუმცა 2025 წლის ზაფხულში მე-19 და მე-20 საუკუნეში ნაშენები ეტსისა და 11641 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელი 26 წლის მარიამ დოლიძე გახდა. დოლიძეს ვარ. არ არის აქ ქართველი. გაგდანეთა არ ცხოვრობს? არ დროებით გაგდანეთა. თქვენ ოჯახის წევრი ბრძანდებით, ბებია ბრძანდებით, როგორ მოგმართოთ? 26 წლის მარიამ დოლიძე, რომელმაც 25 მილიონ ლარზე მეტი თბილისის ისტორიული შენობა ნაგებობის შესაძენად გადაიხადა, ბიძის სახლშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით მას საკუთარი ბინა არ აქვს. ბებია გვეუბნება, რომ ახალგაზრდა ქალი ახლა უცხოეთშია. მის მიერ 25 მილიონიანი შენაძენის შესახებ კი არაფერი გაუგია. ახალი კომპანია დაუფუძნებია და დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია უყიდია სანაპიროზე და ეს მოინტერესებდა. არ ვიცი არაფერი. დიდე არ არის აქაც შვეიცარიაში გუშინ გაფრინდა. იქ ცხოვრობს? დროებით სამუშაოზე რაღაც საქმე აქვს და იქ წავიდა. 2025 წლის 2 მაისს მოქალაქე მარიამ დოლიძე კომპანია მეზონ ბლაკს აფუძნებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თავად ხდება. 2025 წლის 19 ივნისს უკვე მეზონ ბლაკი კომპანია New City Lights ქმნის. აქაც დირექტორი მარიამ დოლიძეა. რამდენიმე კვირაში 2025 წლის 16 ივლისს ეს კომპანიები თბილისის თბოსადგურის მთელს ტერიტორიას 25 მილიონ ლარზე მეტად ყიდულობენ. ბინარის ახალი მილიონერი მარიამ დოლიძე და არის თუ არა სამშენებლო კომპანიის წილები მის სახელზე ფიქტიურად გაფორმებული. ამის გასარკვევად კომპანიის ოფიციალურ მისამართზე მივდივართ. მე ვეძებ ამ ადამიანს ოთარ ბარვენაშვილს. აქ ამ დოკუმენტის მიხედვით ალნემო დუთის აღებული ჩვენი ალნემო დუთისგან აღებული გვაქვს ჩვენ საიჯარო ხელშეკრულება. ანუ აქ არ არის ეს კომპანია? იჯარით გვაქვს. ანუ ოთარ ბარვენაშვილის არის ტერიტორია, რომელიც ახლა თქვენ იჯარით გაქვთ და დუტიფრის აქვს ნაქირავები. ჭავჭავაძის 74, სადაც თბილისის ისტორიული შენობების ახალი მფლობელის კომპანიაა დარეგისტრირებული, ოთარ ბარვენაშვილს ეკუთვნის. ოთარ ბარვენაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის და კახიკალაძის საძმოს წევრის გიორგი ბარვენაშვილის შვილია. სწორედ მან მისცა მარიამ დოლიძეს ნებართვა, რომ ახალი კომპანია მის ფარდში დაერეგისტრირებინა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მარიამ დოლიძე წერს, რომ კომპანიის ერთადერთი მფლობელი და მმართველია. ის არ უთითებს არც პარტნიორებს და არც ინვესტორებს. ბარვენაშვილთან რა გაკავშირებთ? ჩემი სიძეა. თქვენი სიძეა გიორგი ბარვენაშვილი? ბარვენაშვილმა იყიდა და მარიამზე გააფორმა. აი ძალიან გთხოვ შვილო, არაფერი მაგ საქმის კურსში მე არ. აიცით რატო გეკითხებთ? მილიონობით ლარის ქონება 26 წლის გოგო და ეს არაფერი არ გააჩნია და მარიამის სახელზე საქმე არ არის ეგა. მიაკითხეთ ბარვენაშვილს. მარიამ დოლიძის ბებიამ ინტერვიუში არ გვითხრა, რომ დოლიძე გიორგი ბარვენაშვილის მეუღლის მაია მაისაძის შვილია. ეს გარემოება ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გადაცემის ანონსი ეთერში გავიდა. როგორც ჩანს, ოცნების დეპუტატსაც ეს გათვლა ჰქონდა. ის არც სრულწლოვან შვილს და არც გერს დეკლარაციაში არ უთითებს. შესაბამისად, ქონებით მასზე გადაფორმებით აღარ აქვს ვალდებულება 9,5 მილიონ დოლარად ნაყიდი ტერიტორია დეკლარაციაში ჩაწეროს.
აი ეს ტერიტორია გიყიდიათ და რატომ გადააფორმეთ 26 წლის ნათესავზე? იმიტომ რომ ქონების გადამალვა გინდოდათ ნებართვის მისაღებად და ზონის მალვინას ხმას არ მოძლებდა ინტერესს. თქვენს გადამალულ ქონებებზე მელაპარაკეთ ჯობს ჩემი აზრით. ბატონო გიორგი, რატომ მალავთ? თქვენია ეს ქონება თუ კალაძის? იცით რა მაინტერესებს? მეგობრობის ნაწილს ასე იყენებთ. დიდი ბოდიში ბატონო გიორგი, რა განერვიულებ? დასამალი თუ არაფერი არ გაქვთ? გამშვიდით. კახი კალაძის გავლენებს იყენებთ იმისთვის, რომ დიდი ფული იშოვოთ ამ ბიზნესში. არ გწხვენიათ ბატონო გიორგი, რასაც ქართული ოცნების დეპუტატი გაიქცა. ვერ უარყოფს, რომ 25 მილიონიანი ქონება ახლო ნათესავის სახელზე გააფორმა. ამით ბარვენაშვილმა მისი კვალის წაშლა სცადა. საკრებულოს წევრების თქმით, ბარვენაშვილს ქონების გადამალვის გარდა სხვა განსრახვაც ამოძრავებდა. თბილისის საკრებულომ ისეთი ტემპით და ისეთი მასშტაბის მშენებლობა საუნთო მწვანე შუქი. აქ ბარვენაშვილის გვარის გამოჩენა დიდ სკანდალს გამოიწვევდა, ამიტომ კალაძის საძმომ ნაცადი ხერხი აირჩია და საქმეში ფიქტიური პირი შემოიყვანა. როდესაც საქმე დგება ქალაქის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზე, ფაქტი არის ერთი, რომ თბილისის მერია და კახა კალაძე უკან არიხევს და გაცემს ისეთ ნებართვებს, რომელიც ქალაქისთვის არის შეუსაბამო არის იქაური გარემოსთვის, შეუსაბამო არის ისტორიული ქალაქისთვის და ვნახეთ ის წინასწარი ესკიზი და მოცულობები მათ შორის, რომელიც არის მოცემული, იძლევა ძალიან ცუდი სურათის წარმოდგენის წინაპირობას. რას ააშენებენ თბილისის შუაგულში? ეს არის საკრებულოში წარდგენილი მაკეტი. აქ ჩანს, რომ გეგმაშია 2-11 სართულიანი შუშის შენობის ჩადგმა, რაც არც თბილისის ისტორიულ იერსახეში ჯდება და მისი მასშტაბიც ამ ტერიტორიისთვის შეუსაბამოა. იმისთვის, რომ ეს შენობა აქ ჩადგეს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თბილისის საკრებულომ თბილისის ისტორიული თბოსადგურის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად აქცია. როდესაც ქალაქის ისტორიული უბნები იერსახეს კარგავს, რის სანაცვლოდ წავიდა საკრებულო ამ დათმობაზე. როდესაც გადაწყვეტილებას იღებდით, იცოდით, რომ ეს ქართული ოცნების დეპუტატის კომპანიისთვის ცვლილება იყო? ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ იმ ნიშნით, რომ ვინ დეპუტატის არის ინტერესი, მისი კონკრეტული ბიზნესის ინტერესია. წინა დღით სანამ ჩატარდებოდა კომისია, ან იმავე დღეს მობრძანდით ხოლმე, დავსხდეთ ერთად და გავიაროთ ეს საკითხები. კითხვა არ ჩნდება, რომ კალაძის სამეგობროს ხოლმეჯერზე მწვანე სუნთებს სამშენებლო ბიზნესისთვის მონოპოლისტად რომ აქცევს. მობრძანდით საკრებულოში დავილაპარაკოთ. საკრებულოს თავმჯდომარე ახლა ჩვენ ვთხოვს საკრებულოს ხდომებზე იმ პროექტების განხილვაში ჩავერთოთ, რომლის ნებართვებსაც ერთი მეორეს მიყოლებით თავად ბეჭდავს. ზურაბ აბაშიძის საუბრიდან ჩვენ დაგვჭა განცდა, რომ მწვანე შუქი თეცის ტერიტორიაზე შუშის აკვარიუმის ჩადგმას ისე აუნთო, რომ ბოლომდე არც კი შეისწავლა რა შენდება და რის სანაცვლოდ. სანამ დამარცხებული პოლიტიკური კლანის წინააღმდეგ ბრძოლა მიდის, ვითომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საფარის ქვეშ, კალაძე და მასთან დაკავშირებული ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებს თბილისის საზიანოდ ისევ გამდიდრებას და ძალიან დიდი შემოსავლის მიღებას. სხდომა არ გავა, რომ პირადად კალაძესთან და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა ხალხმა არ მიიღოს ისეთი მშენებლობის ნებართვა, რომელიც ყველა ურბანულ პრინციპს და სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა. მე იცით რა ხდება ხოლმე? მათ შორის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ის, რომ ეს პროექტები დამტკიცდება და შემდეგ რაღაცნაირად აღმოჩნდება ისეთი კომპანიის ან ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც პირდაპირ კალაძის ინტერესებს წარმოადგენს. თბილისის საკრებულოს წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი პროექტების უკან თავად კახი კალაძე დგას. მოთამაშეები კი იცვლებიან, თუ აქამდე კალაძის ინტერესები სამშენებლო კომპანია არქის უკან იმალებოდა, ახლა მერმა მოთამაშე შეცვალა და დიდი ფულის პროექტი თბილისის შუაგულში მეგობარი დეპუტატის ბარვენაშვილის ხელით წამოიწყო. თბილისში ქრთამის გარეშე არც ერთი კორპუსის სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა. და ეს არის პირამიდა. დიდი წილიმით, აი როგორც შევარდნაძის დროს ან საბჭოთა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო პირამიდა ხოლმე. პირამიდის ბოლოში, კორუფციის ბოლოში იჯდა შინაგან საქმეთა მინისტრი. და სუთავში იყო გაიშნიკი, რომელსაც სასტვენი და ჯოხი ეჭირა ხელში
და ის რომ 5 ლარს და 10 ლარს გამოათმევდა, 5 მანეთს და 10 მანეთს. შემდეგ ეს უნდა ეგროვებინათ კონვერტებში ეწყოთ და სულ ესე ამ პირამიდის თავში უნდა წასულიყო და შინაგან საქმეთა მინისტრამდე მიდიოდა ყველაზე მსუქანი კონვერტი. ხო ზუსტად იგივე კორუფციული პირამიდაა შექმნილი თბილისის მერიაში. ASI ადის კალაძესთან ყველაზე დიდი წილი ამ 8 წლის განმავლობაში ასეულობით მილიონზე არის ლაპარაკი. ასეულობით მილიონზე, რომელიც ქთამის სახით აიღო კალაძე. მიწაზე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის ნათესავზე გაფორმდა, 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დგას. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებული სვანური კოშკის ორნამენტებით. თბილისის საკრებულოსთვის გადაგზავნილ პროექტებში წერენ, რომ შენობების ნაწილს დაანგრევენ, ნაწილს კი დატოვებენ, თუმცა ასეთი ტაქტიკა კარგად არის ცნობილი. მაგალითად, ოცნების დეპუტატის ბეჟან წაქაძის ოჯახის კომპანიამ ისტორიული იერსახის შენარჩუნების პირობით შეიძინა ტერიტორია ლაღიძის 12 ნომერში. შემდეგ თქვა, რომ ისტორიული კედელი ავარიული იყო, დაანგრია და 15,000 ლარით დაჯარიმდა. ახლაც არსებობს მოლოდინი, რომ იგივე ბედი ეწევა თეცის შენობებსაც. თბილისი მთლიანად ლაჯებშია გამოდებული კალაძეს. აი მთლიანად მიაჩნია, რომ მისი ტერიტორიაა. მისი რაღაც ბაღბოსტანია. არ არსებობს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ყველაზე პატარა ტენდერიც კი, რომელიც არ იყოს დაატკატებული რა არის, მილიონზე რო ცხადდება ტენდერი, 20% ანუ 200,000 ლარი ბრუნდება უკან მერიის ჩინოვნიკთან. მერიის ჩინოვნიკი რაღაცა ნაწილს იღებს, მაგრამ დიდი ნაწილი იდება კონვერტში და ადის კალაძესთან. არ არსებობს ყველაზე უმნიშვნელო ტენდერშიც კი კალაძეს აქვს წილი. ყველა ნებართვა კორპუსის, რომელიც გაიცემა ქრთამით. ქრთამის გარეშე, კორუფციის გარეშე არც ერთ სამშენებლო ნებართვის გაცემა არ ხდება, არც ერთი GRG-ს დამტკიცება არ ხდება, არც ერთი ზონის ცვლილება არ ხდება. გიორგი ბარვენაშვილის გვარი ჯერ რიყის დოქების გაყიდვის საქმეში გამოჩნდა. ამ გარიგებაშიც ბევრი საეჭვო დეტალია. აი ფაქტები. თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ნაწილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ კომპანია რიყედომისთვის მიყიდული ქონება მაკროპროფერტიმ შეიძინა. დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ რიყედომიც და მაკროპროფერტიც რიყის დოქების გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთი 24 აპრილს, მეორე კი ერთი დღის შემდეგ 25 აპრილს დარეგისტრირდა. ორივე კომპანიას მილიონერი დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესების მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილი მართავს. ინვესტორს რიყის დოქების დაანგრევის და სასტუმრო საშენების უფლება მისცეს. საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ამ გარიგებით კახი კალაძესთან დაკავშირებულმა პირებმა დიდი ფული იშოვეს. აფუძნებენ ბიზნესის უკან კიდევ ბიზნესი, იმის იქით კიდევ ბიზნესი, რომ რაღაცნაირად მიიჩქმალოს ხოლმე ამ მოდიოზური ფიგურების სახელები და გვარები, იგივე ბატონი ბარვენაშვილი, ალბათ საგულდაგულოც ამიტომ მალავდა თავის სახელს და გვარს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად დაასეირნებს ხოლმე კახი კალაძის გარემოცვას კომოს ტბაზე და ამ ადამიანს უკავშირდებოდა მათ შორის ბოლო დროს იგივე რიყის დოქების საკითხით. ჯერ ერთხელ გამოიტანეს აუქციონზე, გაასხვის ეს, გამოასხვის ეს, ხან რუსეთუმეებზე აღმოჩნდა და მე რაღაც პერიოდში სანამ საბოლოო მფლობელის ხელში აღმოჩნდებოდა, მათ შორის გაჟღერდა ესეთი ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ამავდროულად ბატონი ბარვენაშვილის ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორი იყო, ხომ არ იყო ეს უბრალოდ შუა მავალი, რომელმაც რაღაცა ფინანსურ მახინაციაში მიიღო მონაწილეობა და ამ ელემენტარული ყიდვა-გაყიდით ხო არ დარჩა მილიონები მას და მის გარემოცვას არაფერში კორუფციული გზით. ამას ალბათ ძალიან მალე მოიკვლევს ახალი პროკურატურა. დედაქალაქის მერის სამეგობროს თბილისის ისტორიულ უბნებსა და შენობებზე ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ამიტომ კახა კალაძეს ვკითხეთ, ბარვენაშვილი მისი გავლენით სარგებლობს თუ თავად დგას დეველოპერული ბიზნესის უკან. ბარვენაშვილთან დაკავშირებით მაინტერესებს. კიდევ მეგობრობთ გიორგი ბარვენაშვილთან. ბატონო კახა, რაღაცა ცივილურად ერთხელ ხო შეიძლება რომ მოვიქცეთ და მიპასუხოთ კითხვებზე. მე არ ვაშუქებ არც ერთ საარჩევნო ღონისძიებას ერთი წამს. არ არის საჭირო ხელით ჭიდაობა ერთი წამს. ბარვენაშვილი ახალი მონოპოლისტი ხდება, მისი სამშენებლო ბიზნესი. რეალურად თქვენია თუ მისი, ანუ ზონალურ ცვლილებებს რომ უცვლით და სამშენებლო ნებართვებს აწყობთ. ბატონო კახა, უხერხულია ეს.
კახაკალაძე არასაზრუელ კითხვებს თავს ტრადიციულად გაქცევით არიდებს. ისინი კი ვინც წლებია დედაქალაქის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებისთვის მშენებლობის ნებართვების მიცემის პროცესს აკვირდებიან, ამბობენ, რომ კალაძის ყველა ბრძანებას კორუფციის სუნი უდის. ახიკალაძის სახელსდაგვას უკავშირდება თავინაბოლომდე, როგორც არ უნდა იძახოს, რომ კავშირში არ არის სამშენებლო მონოპოლია და ბიზნესი, ამიტომ ის რომ თურმე ახიკალაძეს ესეთაც ფული ქონდა, თურმე საწყალი ხელფას არიღებს, ისეთი კეთილი და ჯიგარია, ეს არის ხალხის დაცინვა, სინამდვილეში არაფერში არ ჭირდება მას თბილისის მერის ხელფასი, იმიტომ რომ ერთ ხელმოწერაში, ერთ გადაწყვეტილებაში იღებს იმაზე 100 ჯერ მეც. კომოსტვის საძმოს წევრი და კახაკალაძის ახლო მეგობარი გიორგი ბარვენაშვილი წინასწარი შეთანხმების მიხედვით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული თბილისის პირველი თბოსადგურის ტერიტორიაზე 30,000 კვადრატულ მეტრს საცხოვრებელს ააშენებს, თუმცა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში შესაძლოა გაიზარდოს სამშენებლო მოცულობაც და სართულების რაოდენობაც. ნებისმიერ შემთხვევაში ამ გარიგებით ოცნების დეპუტატი დიდ მოგებაზე გავა.